მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გამოვეხმაურო ხონისა და სამტრედიის სრულ მიტროპოლიტ საბა გიგი ბერიას რეპლიკებს, რომელიც მან ჭყალებში ქადაგების სახით გვიძღვნა თეოლოგებს. იგი აღნიშნავს, რომ თეოლოგები ილანძღებიან და იგინებიანო. ეს არის, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუე, ველური და ვერაგული ბრალდება. ცილის წამება, რადგან სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი ჩემი კოლეგა, მათ შორის არც მე, არასდროს არ უბილწიტყვავთ არც საჯარო სივრცეში და არც პრივატულად ურთიერთობებში. ხოლო მათთვის მისი მსგავსი ცრუ და ფსევდო მღვდელმთავრებისათვის ნებისმიერი მხილება, რომელიც არის არგუმენტირებული, რომელიც ემყარება წმინდა დიდ ჟურის კანონს, წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, საეკლესიო ტრადიციას, ზნეობრივ ღვთისმეტყველებას და ამ დისკურსში არის განხილული ესა თუ ის გამოწვევა და პრობლემა საეკლესიო სივრცეში დაგროვილი, აღიქმება ყოველთვის მტრობად. მტრის ხატის გამოგონებით ისინი საკუთარი გამრუდებული და ძალისმიერი პოლიტიკის დეკლარირებას ცდილობენ. რაც, რა თქმა უნდა, არის უნიჭო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა, დეზორიენტირებისა და გარკვეული სტიგმების გაჩენისა, რომელიც იარლიყების მოწეპებით შემოიფარგლება. სინამდვილეში ჩვენ ყოველთვის საკრალიზებულად ვაკრიტიკებთ და არც ერთ შემთხვევაში ჩვენი შენიშვნები არ არის დესაკრალიზებული. ჩვენ მხოლოდ მოუწოდებთ ეპისკოპატს აღასრულონ სჯულით გათვალისწინებული ვალდებულებები. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათთვის აღიქმება იმ თავითვე მტრობად, ვინაიდან ისინი ხედავენ რა, რომ საეკლესიო სწავლების შუქზე წარმოადგენენ სიბინძურეს, გაუკუღმართებას, პროფანაციას და დექრისტოცენტრულობას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი თვლიან, რომ ეს ყოველივე ემსახურება ვითომ და მათ დისკრედიტაციას. სინამდვილეში, სწორედ მათი მცდელობა მოიგერიონ რა ლეგიტიმური, ლოგიკური შეკითხვები, რომელიც გაჩენილია მათი კორუფციული კარტელური ბიზნეს სქემების მიმართ, მათი ზნეობრივი გაუკუღმართების მიმართ, როცა კი მრუში, ნარკომანი, ქორვაჭარი, ბიზნესმენი საბა გიგი ბერია თავხედდება, კადნიერდება და თეოლოგებს გვიწოდებს ეკლესიის მტრებს, ის უნდა დაფიქრდეს და მინიმუმ შერცხვეს, ჩაიხედოს საკუთარ სინდისში, თუ როდის დავწამეთ მას წილი, არგუმენტირებულად გაგვცეს პასუხი თითოეულ ბრალდებასა და შეკითხვაზე, მაგრამ ნაცვლად ამისა, რა თქმა უნდა, ის ცდილობს, რომ თავისი პატივით ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და თითოეული ჩვენგანის მარგინალიზება მოახდინოს. სინამდვილეში თავად წარმოადგენს შავრაზმელ ქრისტეს მოღალატეთა გუნდს. ამიტომ არ დაუჯეროთ ასეთ ცრუ, ასეთ თვითმარქვია, ასეთ ელიტისტურ და ასეთ სნობურ ფენას ეკლესიაში, რომელიც პოზიციონირებს ვითომ და ეკლესიის სახელით, სინამდვილეში ის წარმოადგენს მხოლოდ ცალკეული ადმინისტრაციის ერთეულს, რომელიც, რა თქმა უნდა, იმ თავითვე თავისი ყოფა-ცხოვრებით, თავისი საქციელებით და თვისებებით არის აბსოლუტურად შეუფერებელი დაკავებული თანამდებობისათვის. ის არის სირცხული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. იგი ბღალავს, რყნის და აწბილებს საქართველოს ეკლესიის იმ ისტორიულ მეხსიერებას და ღირსებას, რომელთაც ის გამოირჩეოდა საუკუნეთა მანძილზე და საუბედუროდ დღეს, მაშინ როდესაც სერგიანული, კგბ-სეული და წითელი ეკლესია დამკვიდრდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მმართველობიდან, სწორედ ამ მემკვიდრეობას ვხედავთ ჩვენ დღეს და ერთ-ერთი კლასიკური წარმომადგენელი აი ამ რუდიმენტისა გახლავთ სწორედ საბა გიგი ბერია, რომელსაც მთავრობაში ყავს საყვარლები, რომელსაც ყავს უკანონო შვილი, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვერჩით მის შვილს და ის არ არის პასუხისმგებელი მამამისის საქციელებზე, მაგრამ თავად უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ვინმე იმსახურებს განკვეთას და თუ ვინმე თავის თავს აყენებს ეკლესიის მიღმა, ეს არის სწორედ საბა გიგი ბერია თავისი ბექგრაუნდით და თავისი წარსულით თუ აწმყოთი და მისივე აქცენტებით, რომელსაც ის სვამს ხშირად საეკლესიო ამბიონებიდან. მე მას ქადაგებებს თითქმის არასდროს არ უსმენ, თუ შემთხვევით არ წავაწყდი სოციალურ ქსელში
და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო გუშინ, როდესაც მოვისმინე მისი ამაზე რძენი ქადაგება და შემდეგ მას დაუწერე ამხილებელი კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე გამოვავლინეთ საკუთარი თავი, თურმე ვლანძღავთ ეკლესიას, ვართ მტრები და მაგინებლები, რაც იმ თავითვე არის აზრს მოკლებული და რა თქმა უნდა სინამდვილეში არავით არის მტკიცებულება და სამხელი მას საიმისოდ არ გააჩნია, რომ ჩვენი რეპუტაციის და ჩვენი ღირსების შელახვა მოახდინოს. მე მას უთხარი, რომ ქრისტემ გაქცეს შესაბამისი პასუხი და ჯვრის ძალა მეთქი და მან ეს აღიქვა რაკიღა საკადრისი პასუხისკენ მოუწოდე, ესე იგი წყევლად, იმიტომ რომ იცის, რომ საკადრისი პასუხი ასეთ შემთხვევაში იქნება დასჯა მისთვის. და ძალიან სწორი იყო მისეული დასკვნა და მისი ასე ვთქვათ შინაარსობრივი განხილვა აი ამ ჩემს მიერ გაჟღერებული კომენტარისა, რომელიც იქ დაუწერე. ასე რომ იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი, მათ შორის სხვა დანარჩენი მღვდელმთავრების, რომლებიც დღეს პოზიციონირებენ იმგვარად, რომ რუსოფილი და კრემლის მიერ ანგაჟირებული მათი იდეოლოგიური გავლენის აგენტი შიო მუჯირი სურთ რა რომ აღაზევან საკათალიკოსო ტახტზე, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, ამ მღვდელმთავრებს, რომლებსაც აქვთ დანაშაულებრივი წარსული და ძალიან მძიმე აწმყო, სურთ რომ შეინარჩუნონ სტატუს-კვო, ქონებრივი გადანაწილება და გავლენის სფეროები მოახდინონ თავიანთი ეგოისტური სარგებლის ქვეშ, რაც ემსახურება რეალურად მხოლოდენ მერკანტილურ და უტილიტარულ ინტერესებს და არც ერთ შემთხვევაში საერთო საზოგადო საეკლესიო სიკეთეს. ამ ადამიანებს სურთ მხოლოდ პოზიციების გამტკიცება და ისინი მზად არიან ხედავენ რა, რომ მიტროპოლიტ შიოს აქვს შედარებით სხვებთან უფრო მაღალი შანსები პატრიარქობისა, ჩაებღაუჭონ მის ავტორიტეტს და რაღაცნაირად თავი გადაირჩინონ. მე იმედი მაქვს, რომ თავად მიტროპოლიტი შიოც აცნობიერებს თუ რა ტიპის უზნეო კასტასთან აქვს საქმე და თუ საიდანმე უნდა დაიწყოს მან წესრიგის დამყარება ეკლესიაში, იმ შემთხვევაში თუ კი ძალაუფლებას ხელთ იგდებს, ფიქრობ, რომ სწორედ საკუთარი გარემოცვის ფილტრაციიდან არის ეს დასაწყები და ადამიანურად კიდევ მაინც მისჯერა, რომ მას შედარებით სხვებთან მინიმალური სინდისიერება და ნამუსი შერჩენია და სწორედ საბა გიგიბერიას დარი უღირსი ადამიანებისგან დაიწყებს ეკლესიის განწმენდას. დიდი მადლობა.